მანქანის ზამოგში ჩატეხილი გასაღების ამბავი დღე მესამე. პირველ რიგში მომილოცეთ, მესამე დღეს როგორც იქნა მანქანა გავაკეთე. სანამ მე ჩემს ამბავს მოგიყვებით, გაგვიზიარეთ მანქანაზე რა სერიოზული პრობლემა გქონიათ და მე როგორ მოვაგვარეთ. 3 დღის წინ მანქანის ზამოგში გასაღები ჩამიტყდა. ამ ჩატეხილი წვერის ამოღების მცდელობისას მექანიზმი გავტეხი მოკლედ რომ ვთქვა. ამიტომ მომიწია ახალი ზამოგის შეძენა და ახალი ზამოგის დაყენება. გასაღები თუ ჩაგიტყდათ, მის ამოღებას არ ეცადოთ. უარესად გააფუჭებთ, დაელოდეთ ხელოსანს. ისე ჩემი არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს. აქვე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გასაღების ჩატეხილი წვერის ამოღების სხვადასხვა ხერხს მასწავლიდა, მაგრამ არც ერთმა არ იმუშავა. ზოგიერთი ვცადე. მანქანა სადღაც ჩუაქალაქში გამიფუჭდა, ხელოსანი მოუძებნე, რომელიც ადგილზე მოვიდა, მანქანა ადგილზე დამაქოქინა და წავიყვანეთ მის სახელოსნოში. ამ ხელოსანს ჩემგან დიდი რეკომენდაცია, საკუთარი საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა. მოდი ფინანსურ საკითხსაც შევეხოთ. ადგილზე გაჩერებულ მანქანასთან ხელოსანი მოვიდა, იქვე გააკეთა, წაიყვანა სახელოსნოში, დაშალა, ააწყო, გააკეთა. ამ ყველაფერში გადაუხადე 80 ლარი. ბევრად ძვირს ველოდი სხვადასხვის. გარდა ამისა, ახალი ზამოგის ბუდე დამიჯდა 50 ლარი, რომელიც თბილისიდან ჩამოვიტანე. ამას დამატებული 60 ლარი ახალი გასაღებები. დავამზადებინე 3 გასაღები, 2 გასაღები არის ახალი ზამოგის, 1 გასაღები არის მანქანის კარი რომ გავაყო. ვაი და აი ამ პულტმა ვერ გააღო, ან ელემენტი დაჭდა, ან ეს დავკარგე. 190 ლარი დამიჯდა მანქანის გაკეთება და პლუს 1.50 გრამი ნერვებიც ზედ მივაყოლე. და შენ რას ფიქრობ, ძვირია თუ იაფი ჩემი მანქანის ამ პრობლემის მოგვარება?